ვაგრძელებთ ილუსტრატორის კურსს და სანამ გაკვეთილს დავიწყებთ, ტრადიციულად გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გვეხმარება არხის განვითარებაში. ჩვენ შესაძლოა გვეძლევა ამით, მე უფრო მეტი საინტერესო კურსი დავამატოთ, ქართულენოვანი, სრულფასოვანი. ამიტომ იაქტიურეთ, გამოიწერეთ და მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები. ეხლა კი დავუბრუნდეთ გაკვეთილს. ერთ-ერთი შესანიშნავი რამ ილუსტრატორში არის ის, რომ შეგვიძლია შევინახოთ ეფექტები, ან ეფექტების და ხედების კომბინაცია, რომლებიც იქმნება ამ პროგრამაში გრაფიკული სტილების სახით. გრაფიკული სტილები არის სტილების მონაცემების ნაკრები, შენახული და ადვილად გამოყენებადი გამოსახულებაზე ერთი წყაბით. მე აგიხსნით რას გულისხმობ. გამოვყოთ ობიექტი, მაგალითად ფონური ფერი. ფონის გამოყოფის შემდეგ გადავიდეთ პანელზე graphic styles, graphic styles-ი. თუ კი ის გამოცხებული არ გაქვთ, გამოიძახეთ მენიუდან window, არის კლავიატურულ კომბინაციასაც ხედავთ, მე გამოცხებული მყავს. მიუთითებლად აქ განლაგებულია რამდენიმე გრაფიკული სტილი. ერთ-ერთ მათგანზე დაწყაბებით ავტომატურად გამოიყენება გრაფიკული სტილი ობიექტზე, რომელზეც მუშაობ. ეფექტის დამატების შემდეგ პანელზე appearance დაინახავთ, რომ დამატებულია გრაფიკული სტილი. გამოსახული იქნება ის, შესაბამისი ეფექტი. თუ კი თქვენ იყენებთ ისეთ ეფექტებს, როგორც არის ჩრდილი, გარშემოწირულობა და ასე შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი გრაფიკული სტილები. პირველ რიგში გამოყავით ველი username-ი და ამატეთ ჩრდილი. ამისათვის გადადით მენიუში effect, styles და drop shadow. და პირდაპირ დავაწყობთ OK ყოველგვარი ცვლილების გარეშე. მე შემეძლო იგივე ეფექტის გამოყენება მეორე სტროფზეც. ამის შემდეგ დავამატოთ ეფექტი inner glow. ეფექტები, ისევ სტილიზაცია და inner glow. ნათება. გახსნილ დაყენების ფანჯარაში შევცვალოთ mode-ის მნიშვნელობა multiply-ზე, მე მიყენია უკვე multiply და შევცვალოთ დაყენებები opacity და blur. ანუ გამჭვირვალობა დავწიოთ 10%-მდე, blur-ი დავწიოთ თქვათ 3%-მდე. ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. თქვენ შეგიძლიათ სხვა დაყენებები გამოიყენოთ. ცვლილებების დასრულების შემდეგ დააწყაბეთ ღილაკზე OK. ამის შემდეგ გადავიდეთ პანელზე graphic styles. დავაწყაბოთ პანელზე ღილაკზე new graphic style და ხედავთ აი აქ დაემატა გრაფიკული სტილი. ასე მე შევქმნია ახალი გრაფიკული სტილი. დავაწყაბოთ ახლად შექმნილ გრაფიკულ სტილზე ორჯერ თაგვის მარცხენა ღილაკით და დავარქვათ სასურველი სახელი. my style მაგალითად. თუმცა უმჯობესია უფრო გააზრებული სახელები დაარქვათ. გრაფიკულ სტილებს ასე მე დავარქმევ სახელს მას. ამის შემდეგ გამოვყოთ მეორე ტექსტური ველი ჩვენს დიზაინში და დავაწყაბოთ სტილების პანელში ჩვენს მიერ შექმნილ სტილზე. ხედავთ ის გამოყენებული იქნება ჩვეულებრივად. ხო. ავტომატურად იქნება ეს ეფექტი გამოყენებული. ახლა კი დავხუროთ ეს დოკუმენტი, გავხსნათ ახალი ფაილი. ფაილის ფორმატს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ერთ-ერთი ალბომზე დავაკენებ და მივცემ create. შევკეთოთ დროებით გრაფიკული სტილები. და შევქმნათ რაიმე ტექსტი და დავაყენოთ შევქმნათ სტილი, რომლის გამოყენება შეგვიძლია ტექსტის სხვადასხვა ნაწილზე დოკუმენტში. პირველ რიგში გამოვყოფ ტექსტურ ფენას, ჯერ ტექსტური ფენა უნდა შევქმნათ, მაგალითად graphic styles მონიშნავ. აქ შევცვლი შრიფტის ფორმას, რაღაც ასეთ. ვთქვათ ვებოლი იყოს. გავაკეთოთ 48-იანი selection-ით. გადავიტანოთ, ეს point text-ი არის, არ არის ტექსტი, არ შეგეშალოთ.
გამოვყოთ ტექსტური ფენა და დავარწმუნდეთ, რომ მუშაობთ ფერის ჩასმასთან. ამის შემდეგ დავაწყაპოთ ხელსაწყოების პანელზე ფერის გაუქმებაზე. ანუ აი აქ ვუთხრათ, რომ არ გვინდა ფერი საერთოდ. ამის შემდეგ პანელზე appearance დავაწყაპებ ახალი ფერის ჩასმაზე. აი აქ ხედავთ გამოყოფილი გვაქვს, ფერი არ არის მოცემული. რომელიც ზემოდან უნდა დავადო, ანუ ეს ფერი და ის აღარ არის დამოკიდებული უკვე ტექსტზე. ნუ აი აქ ხარაქტერს გვიწერია რეალურად და ნუ აი აქ გვაქვს ღილაკები add new field, ჩავასხათ ახალი ფერი. ამით ჩვენ რა მივიღეთ ახლა ნახეთ, ანუ ასოებზე ხარაქტერზე აღარ არის დამოკიდებული ეს ფილი. ნუ ეს ფერის ჩასმა. ის დამოკიდებული იყო ასოებზე. ამგვარად ფერის ჩასმა, რომელიც ზემოდან დავადე, აღარ არის დამოკიდებული ტექსტზე. ახლა უკვე შემიძლია ცალკე გამოვყო ფერის ფენა. ანუ ხედავთ ფილი მაქვს გამოყოფილი და არა ხარაქტერი. მხოლოდ ფილი მაქვს გამოყენებული. მენიუში effects და პუნქტში styles ავირჩიოთ ბრძანება scribble. styleში ავირჩიოთ scribble. ესეთი ეფექტი. ნუ ხედავთ როგორი ეფექტი მივიღეთ. ხო? გახსნილი დაყენებების ფანჯრის მეშვეობით მე შევქმნი ხელით ნაწერის ეფექტს, ანუ ხელით ნაწერის ეფექტს. თქვენ ალბათ გინახავთ ბევრი ხელნაწერი შრიფტი ინტერნეტში, მაგრამ ყველა შრიფტს არ გააჩნია ასეთი ვარიაცია. კუთხე angle დავაყენოთ 45 გრადუსზე. აი ეს 45-ზე დავაყენოთ. მონაცემი pass overlap დავაყენოთ 0-ზე, როგორც დგას, 0 PT. მონაცემს variation დავაყენებ 2-ზე, ამინდა 2-ზე მეტი. შემდეგ stroke width შევამცირებ 1 პიქსელამდე, აი ამას 1 წერტილამდე, პეტენდე. მონაცემს curves დავაყენებ 0-ზე, აი ამას. საერთოდ 0% ვეტყვი. variations დავაყენებ 40%-ზე. ჩაუწევოთ ესე ხელით, ვარ ვეძებოთ. 40%. spacings დავაყენებ 2 პიქსელზე. აი აქ 2 პიქსელი. და ბოლოს variations სულ ბოლოში 1.5 პიქსელზე. ნუ აქ 0-ის ნაცვლად ჩავწერ 1-ს. ასეთ რაღაცას გამოვიყენებ. ამის შემდეგ დავაწყაპებ დადასტურების ღილაკზე და მე მივიღებ ასეთ ხელნაწერ ხედს. ნუ ხედავთ, ორი ხედი მივიღეთ, ხო? კალმით ნაწერი. ნუ რა თქმა უნდა, თუ კი შევცვლით ახლა შრიფტს, სხვადასხვა შრიფტში სხვადასხვანაირ ეფექტებს მივიღეთ, ხო? ნუ შრიფტია დამოკიდებული მთლიანად, როგორი ეფექტი ექნება ამ ყველაფერს, ხო? თემას დავასრულებ იმით, რომ დავამატებ გარშემოწირულობას და გავზრდის სისქეს 2 პუნქტამდე. ნუ აი აქ დავაწყაპებ გარშემოწირულობაზე. პრინციპში არა, appearance-დან გავაკეთებ ამასაც დამოკიდებული რომ არ იყოს შრიფტზე. აი აქ გვაქვს ღილაკი add new stroke, ხედავთ. და ანუ იყოს 2 პუნქტი. ხო? ასეთი რაღაცა გავაკეთოთ. მე შევქმენი ახალი სტილი. მე მინდა მისი გამოყენება ნებისმიერ შრიფტზე მომავალში. ამისათვის გადავალ პანელზე graphic styles. აქ და დავაწყებებ ახალი სტილის დამატების ღილაკზე. და ნუ ხედავთ, აი შეიქმნა ეს ახალი სტილი. ორჯერ დავაწყებებ ახლა შექმნილ სტილს და დავარქმევ სასურველ სახელს. ნუ აქ ვთქვათ example დავარქვათ. ჩემს შემთხვევაში თქვენ რაც გინდათ ის დავარქვით. აქ არსებითი მნიშვნელობა. ამის შემდეგ შემიძლია ახალი შრიფტით შექმნა ტექსტი და გამოვიყენო მასზე ახლა შექმნილი სტროფი. ნუ მაგალითად ავიღებ ტეს, ჩავაწყაპებ და აქ დავწერ GPL Lab.
ასეთ რაღაცას, მაგრამ ახლა უკვე ამას მოდით გავაკეთებ სხვა შრიფტში. ნუ ავიღოთ მაგალითად აი ეს ჯორჯიას შრიფტი, ჩამოვიტანოთ ეს აქ და ამის შემდეგ უბრალოდ დავაწყაპებ სტილზე და ნუ ხედავთ მივიღე იგივე სტილი. თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ სტილების პანელის მენიუში და განახორციელოთ ბრძანება Save Graphic Styles Library. ნუ აი აქ გვაქვს ესეთი ბრძანება Save Graphic Style Library. გახსნილი იქნება თვითონ ილუსტრატორის გრაფიკული სტილების ბიბლიოთეკა. ახალი სტილების ბიბლიოთეკაში დამატების მიზნით. გახსნილ ფანჯარაში ავტომატურად იქნება არჩეული და შეგიძლიათ სხვაგანაც შეინახოთ, არანაირი პრობლემა არ არის. რომ მომავალში სხვა რაღაცეებისთვის გამოვიყენო ან გადავუგზავნო სხვა სტილები. ასე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნუ მოდით შევთვალოთ ტესტო, დავდოთ მაგალითად სამუშაო მაგიდაზე, შენახვა. და ასე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მენიუს ბრძანება Open Graphic Styles Library, ნუ აი აქ გვაქვს Open Graphic Styles Library. და ნუ აი აქ იპოვოთ Other Libraries ბრძანებით, გადახვიდეთ თქვა სამუშაო მაგიდაზე და ნუ აი ტესტ. აი ჩვენი ტესტი და ვიცე გახსნა და ვხედავთ განიხსნა აი ეს ტესტის გრაფიკული სტილები. როგორც საკმაოდ მარტივია ამ ყველაფრის მართვა. გრაფიკული სტილები შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა დოკუმენტში, მათი შენახვით ბიბლიოთეკებში. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება, თქვენი აქტიურობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.